ახლა უკვე 3 აგვისტოა. იქით. პირდაპირ მაშინ. ეს ჩავსვათ. ახლა უკვე 3 აგვისტოა. კი ბატონო. ნუნული საათი და 52 წუთი. თბილისში 28 გრადუსია მიმდინარე მონაცემებით. ვაზიზუბანში სიწყნარია, ძაღლებმა ყეფა შეწყვიტეს. შეწყვიტეს ჯერჯერობით, ცოტა ხანში განაგრძნობენ. განაგრძნობით. განაგრძნობენ. კი. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხელს არ შეგვიშლიან, მაგრამ ვაზისუნარი ძაღლები მეტად აგრესიულები არიან და ჩვენც რუკარეთ გავდივართ, გვეშინია, ამიტომ წინასწარ გვაქვს ჩალაგებული ყველანაირი საჭმელი, რომ ჯერ ძაღლები დავაპუროთ, რომ არ შეგვჭამონ. მოკლედ ვაზისუბანი ძაღლები მტრები ყავს. კაცარერჩის. ნამდვილ კაცარერჩის ვაზისუბანი ძაღლი. აი ბატონო. დღეს ჩვენ ვინ ვართ? ჩვენ ვართ ოკრო-ბოკრო. ჩვენ ვინ ვართ და ნოდალი. ვინ ვარ და მქვია ნოდარი ალბათ. ნოდარ ახვლედიანი და რამაზ შეყილაძე. ვინ იყო რამაზ შეყილაძე? მე ვარ. რამაზ შეყილაძე ხარ შენ? მე ვარ. ნოდარ ახვლედიანი მე ვარ. კარგი. ბატონო ნოდარი. ნოდარი მე ვარ. ნოდარი შენ. ბატონო რამაზ ესე იგი. ამდენი ხნის შემდეგ როგორც იქნა ჩვენი გადაცემა ჩაეშვა. არ ჩაეშვა. ჩვენი არხი თავის კალაპოტში ჩადგა და ვიმედოვნებთ, რომ ამ ყველაფერს მიეცემა სერიოზული სახე, რა თქმა უნდა, არასერიოზულიც და ოკრო-ბოკრო თქვენთან ერთად იქნება ყოველ შაბათს თუ არა კვირას მაინც. ეს გადაწყდა შაბათ-კვირას ვდოებთ. შაბათ-კვირას იდება ისინი ვიდეო. წესი შაბათ-კვირას იდება. მოკლედ. შაბათ-კვირას იწერება თორე. შაბათ-კვირას იწერება. როდის დავდებ თავი. კაცმა არის ის, იმიტომ რომ აქამდე უკვე 8 თუ 9 ჩავწერეთ საპილოტე. კი, საპილოტე. ტექნიკური ხარვეზები გავასწორეთ, იქ განათება გავასწორეთ. ტექნიკური ხარვეზით გადის ისედაც ეს გადაცემა, იმიტომ რომ შეიძლება იქ ვიღაც სროლა გაიგოთ, ან ვიღაც ზაღლმა წამოყოს თავი, ან კონდიციონერი თავისით ჩაირთოს. ბევრი რაღაცა შეიძლება მოხდეს, ამიტომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლები ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ. ცოტა ხანში ჩვენი ჩინური ბატარეის გამოკამერა ციმციმს დაიწყებს, რომ ჭდება ბატარეა და 1 საათი იცივ. ეგეც არ შეიმჩნიოთ, როდესაც ყურებას დაიწყებთ, ან საერთოდ თუ ჩართავთ ამ გადაცემას. მოკლედ. სამივეს მოგმართავთ, ვინც გვიყურებთ. სამივე ადამიანს, რომელიც ერთგული იქნება ჩვენი, რა თქმა უნდა. ჩვენი პეწი რაც იქნება, არც ჩვენ არ ვიცით. რისკენ წავალთ, საით წავალთ, როგორ წავალთ, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ თავარი პირველი ვიდეო ჩაგვეწერა თბილისი ფორუმზე. კი, დღეს განვიხილავთ თბილისი ფორუმს. და ისო, რა ქვია, გავაკეთოთ აქ, რა ქვია, თბილისი ფორუმი დაბრუნდა და ის რო გქონდეს. თბილისი ფორუმი დაბრუნდა. ხო და თუ თბილისი ფორუმი ისევ ცოცხალია? თბილისი ფორუმი ისევ ცოცხალია, მაგას ვამოწმეთ. ხო. გადავხედეთ ბევრ პოსტს გადავხედეთ ძალიან სამწუხაროდ არა. იმდენად გახწნილები ყოფილვართ 2004-ში, 2002-ში, 2002 წლის პოსტებიც ხო ნახეთ? კი, რაღაცები შემოხდა 2 წელი. იმდენად გახწნილები ყოფილვართ, რომ არ ვიცი, დღევანდელი თაობა მაგასთან შედარებით ჩვეულებრივ და ის ხვაში წვეთი არის, რომ ვთქვათ. ბევრი არაფერი არ შეცვლა მე თუნდაც. ბევრი არაფერი არ შეცვლა. მე ვარ მეთახმები, ხო დათო? არა. დღეს ისე გეინტრო წირთად მე უფრო ძველები მაქვს და ბატონ ნოდარს უფრო ახლები. და რიგრიგობით წარვადგენთ. ბატონი რევაზი ილაპარაკებს ძირითადად მაინც ძველი თაობის შეხედულებებზე და მათი თვალსაჩინიდან წარმოჩენილ მომავალზე და ამავდროულად რეალობაზე. გავიხსენებთ სიცოცხლეს. ვინ დაიწყებს გადაწყვეტს ჯეირანი. კი ბატონო, 3-მდე თუ 1-მდე თამაშობთ? 1-მდე იყოს. თუ არ მოგეწონა 3-მდე. არა, იყოს 1-მდე. ჯეირანი. აი, ფრენკი ხარ შეჩემა რა. ფრენკ რეინოლდსი და მახსოვრეთ. სხვადასხვა ყველაზე დაუფასებელი სერიალი ქართულ კაცობრიობის ისტორიაში, რადგან არავინ არ უყურებს ძირითადად. Always Sunny in Philadelphia-ზე საუბარი. კარგი. გაუშვათ მაშინ. პირველი გაუშვათ, აი ჩვენი პირველი სიახლე. კაი. პირველი თემა ჩვენი თბილისი ფორუმის. პირველი რაც ვიპოვე არის 2003 წლის 13 მარტს დადებული
თეატრების იმაში თემებში, კულტურა და ხელოვნების თემაში საუბარია თეატრები თბილისში. 2003 წელს ანუ 2003 წელს ვიყავი 6 წლის. მე 3-ის. პირველ კლასელი ვიყავი. მე და ბაღი. ხალხი თბილისი ფორუმზე კულტურაზე ბაზრობდა. ხო და ახლა ნახოთ ჩავუყვეთ რა აზრის ხარ თბილისის თეატრების ფუნქციონირებაზე და მენეჯმენტზე. ან ვიღაცები რაღაცებს განიხილავენ, მაგრამ ჩემი ყურადღება რამაც მიიპყრო არის აი ეს quote, რომელიც კომენტარი წაშლილი არის, მაგრამ ბატონმა ვახო 77-მა რაც დაწერა, ნატოშამ პასუხა ამას. და აი ეს საინტერესო რაღაც წერია, რომ ჩემი აზრით თეატრები საერთოდ გასაუქმებელია, მაიცა ეს არ ჩანს. ასე. აღოჯანს კი ბატონო. ჩემი აზრით თეატრები საერთოდ გასაუქმებელია. ჩაბარდა ეგ დრო ისტორიას. ახლა უკვე ნანო ეპოქა დგება. ელექტრონული ეპოქა უკვე გავიარეთ. რაღაც Empire 1 გაიხსენა. სადაც ადამიანის უმთავრესი გასართობი უნდა იყოს ვირტუალური რეალობა. ანუ ადამიანმა 2003 წელს თან საქართველოში არის საუბარი, რომ საქართველოში ჩვენ გავიარეთ რაღაც რეალობა, სადაც აღარ არის საჭირო თეატრალური ხელოვნება და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ნანო ეპოქა ბატონო რევას, აი თქვენ როგორი არგუმენტით როგორ დაუპირისპირდებით ამას. 2003 წელზეა საუბარი, სადაც ანუ არც წყალი გვაქვს, ტელევიზორიც, აჰა, აქ აი, ანუ თბილისში არ მაქვს საუბარი. აი სიტყვაზე აი მე ხო ქუთაისელი ვარ. ხო და ანუ ქუთაისშიც მეტნაკლებად არ იყო ეგეთი ისა, რომ კომპიუტერები გქონოდა 2003 წელს მით უმეტეს ყველას. მე როგორც ვიცი, არც თბილისს დაფრინავდა. დიდად. ეს თბილისის ფორუმზე ნარჩევი საზოგადოება იყო, ვისაც ჰქონდა კომპიუტერი და ინტერნეტი ამავდროულად. და ინტერნეტი. აი როგორ ინტერნეტზე იყვნენ მაშინ? ტელეფონზე, ხო. ტელეფონში რო იყო ჩურლებოდა და რო რთავდი ტელეფონიდან, ხო? MacTipix-საც ხო ქონდა ეგეთი ინტერნეტი? MacTipix მოდემი ქონდა. USB საერთებდი და იქიდან ქონდა და ეს იყო იქამდე, სანამ ჯერ იმით აწვდიდი. კაბელით რო შეკავდა. ინტერნეტს დაილაპს და რაღაც ხმებს გამოსცემდა, სანამ ჩაირთვებოდა ის წრიპინებს. ხო და ადამიანი საუბრობს, რომ ელექტრონული ეპოქა უკვე გაიარა 2003-ში. დაამთავრა ეს დახურა. ნანო ეპოქა დადგა. სადაც ვირტუალური რეალობა არის მთავარი გასართობი ადამიანის. ბიჭო, ძალიან შორსაც არ ვართ. ანუ VR-ს ისედაც ვიყენებთ, რავი, ჩვეულებრივ თამაშებს, ისევ 2003-ში თამაშობდნენ რაღაცებს, კაზაკებს და ცივილიზაციას და რაღაცებს მაშინაც თამაშობდნენ. მაგრამ ნუ ადამიანმა დააფრედიქთა რა. დაფრედიქთება ერთი არის, მაგრამ ძალიან ადრე მოუწია, იმიტომ რომ 2003-ში ნამეტანი ადრე იყო ეგ ამბავი. ამას ხო უნდა გქონდეს რა, რამდენი რაღაცა უნდა გქონდეს გავლილი, რომ ეგეთი prediction-ი დადო, რომ ეს ყველაფერი აღარ არის საჭირო და ამ საათს მოიწონ პატრონი. პირველი გამხდარა. ხო და წარმოიდგინე, რამდენი რაღაცა უნდა გქონდეს ადამიანს გავლილი, რომ ეს ყველაფერი ჩამოიტოვო, აი სიამოვნება საიდან იხავ მე პირადად ხო თეატრი ძალიან მიყვარს. როცა მქონდა აი დრო და იმის ფუფუნება რომ წავსულიყავი, აი გადამედო ყველაფერი და დალევაზე უარი მეთქვა და წავსულიყავი აი რომ რამე კარგი სპექტაკლის მეყურე, მე ყოველთვის მივდიოდი. ცოტა ადამიანი არის ჩემს ირგვლივ, რომელიც თეატრში დადის და ვისაც ხოლმე ვეტყოდი რომ აი თეატრში ვიყავი და რაღაც აუ რა კაია, რატო არ მითხარი, არ წამოხვედი, რავი. ხო ვიცი როგორ ტიპაშიც ხარ. რო წაგიყვანო თეატრში, მე უნდა მახსნევინო რაღაცები რა ხდება სპექტაკლში და ანუ მეზარება ხოლმე. ხო და ადამიანს ანუ გავლილი ქონდა ეგ ყველაფერი, თან 2003 წელს, როცა არაფერი არ იყო საქართველოში, აი ჰაიერზე ვიყავით 2003 წელს, რა ვიცი, ეტაჟებს მსახიობებსაც აი რამდენს უხდიდნენ აი სპექტაკლზე ალბათ არაფერს. აი ნუ მართლა მტვერზე რო იყვნენ. მტვერზე იყვნენ გათბობის ნაცვლად, ხო? ანუ და ფინანსური სარგებლის ნაცვლად მტვერზე იყვნენ და მართლა აკეთებდნენ ყველაფერს ენთუზიაზმით. და ნუ ამდვილი სახიობები ალბათ მაგიდანაც უფრო ჩანდნენ მაგ პერიოდში. ხო და ტიპო ყველაფერს გადაუსვა ხაზი იმ დროინდელ რაღაც გიჟი მსახიობებს, რომლებიც აი სასწაულად თამაშობდნენ და ასრულებდნენ. და გავაუქმოთ თეატრებიო. ჩვეულებრივი იაღუელი იყო 2003 წელს. არ იყო იაღუელი. მაგი არა იაღუელობა.
ბიჭო, აგერ კიდე აგრძელებს რა. და ეს ბატონი ვახო კითხულობს, რომ რა საჭიროა რეალობა თუ არარეალურშიც კარგად ვიცხოვრებთო. და პასუხი მოდის, რომ ჩვენი ირონიული პასუხია თქმა უნდა ნატოშასგან. ჩვენი ორგანიზმი მიიღებს ვირტუალურ ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს, ვირტუალური წყლის და მინერალური მარილების დანამატებით. ვირტუალურად გვეყარება და გვეთკინება, შეიგრძულება და გაგვეხარდება. არა? ბიჭო, ახაც კაი ნააზრევია, მე თუ მკითხავ რა. იცი რატო? ანუ თუ Blade Runner-ით იქნები და ყველაფერს რა ქვია, მატლებს შეჭამ და რაღაც მაგიდან მიიღებ ცილებს და ყველაფერს ეგრე საკუთარ ორგანიზმს ეგრე ანიარაღებ. აი რატო არ არის შესაძლებელი, რომ ანუ ძალიან წინ აქვს, ანუ ეს ანუ თავიდან ბოლომდე, ანუ sci-fi-დან აქვს გაცნობიერებული ყველაფერი, რომ აღარ არის საჭირო ყველაფერი და რეალურად აქამდე არ მივდივართ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აიღოს კამერა და ისეთი დრამა დადგას. დრამა დადგას იმ კუთხით, რომ უბრალოდ ისეთი სპექტაკლი დადგას ბჭყალებში, რომ აღარ მოგიწიოს რაღაცეებში ფულის გადახდა. შენ თვითონ კონდეს ეგ ყველაფერი. ანუ როდესაც აქვია ვირალს გაიკეთებ თვალ in the beginning yeah ნამეტანი წინ იხედებოდა იხედება ვიმეტონებ რომ ეხლა ცოცხალი არის და საკუთარ აი ჩვენ ვიდეოს თუ ვერ ნახავ ამ ვიდეოს რა ვიცი ოჩახ მეგობა რომ ჩვენიერი prediction-ი არის კი სადმე მაღალთემდებობაზე თუ მუშაობ შეგვიძლია შევეხმიანდეთ არ არის პრობლემა ჩვენს დაგვიდე prediction-ები ვიცით ჯერჯერობით ოროსნები ვართ მაგრამ შეგვიძლია სამოსნები გავხდეთ ნუ გააგრძელე ხო ერთადერთი რაც მინდა დავასრულო ეს ამბავი იმით რომ პანტალონს აქვს დაწერილი ეგეთი რაღაც რომ ალგორითმებს წერ basic-შიო ახალი რეალობისთვისო და ფლეში ჯერ ვერ დავამოღამეო მაგრამ მინდა ბადაოს უთხრა რომ თუ ისე ცოცხალია ფლეში აღარ არსებობს და ძალიან კაია რომ ვერ დავამოღამე იმიტომ რომ არც ფლეში არ დაგჭირდებოდა დიდი ალბათობით გადობემ შეუძლია ანუ ხა ეს ადამიანი ხა ჩვენზე ფაქტიურად ერთი 10 წლით დიდი ხო იქნება მინიმუმ ანუ ხა სადღაც ერთი 40 გადაშორებული იქნება უნდა იყოს კი იმიტომ რომ ვიღაც წეგან წერდა რომ 14 წლის იყო აქ ხო 2003-ში და ალგორითმებს წერდა 2003-ში ხო basic-ში აღორძო basic-ი არ არის მარტივი კაი შემდეგ თემა რასაც შეეხება ეს არის რა თქმა უნდა საქართველოში ძალიან მოდებული არის ეს დაბალი ხელფასები რა თქმა უნდა ეს სოციალური პრობლემები რა რაც ხალხს გვაწუხებს ყველას აწუხებს თქვენს გაწუხებთ ვინც უყურებს ამას იმასაც შეაწუხებს რადგან შენ თუ ეს ვიდეო აი აქამდე ჩართე და აქამდე მოხვედი და უყურებ შენს გაწუხებს სოციალური პრობლემები რადგან ამ ხარისხზე უარს არ ამბობ და ისე ვიღებ როგორებიც ვართ ამიტომ ესე იგი ადამიანები აი ხშირად ის მონური პირობების გამო ბევრი ტოვებთ სამსახურს იმის გამო რომ არ გვიხდიან იმის გამო რომ არ გვაქვს საშუალება რომ საკუთარი თავი შევინახოთ, გადავიხადოთ კომუნალური გადასახადები, ვაჭამოთ სახელმწიფოს, ასე შემდეგ. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელსაც ეს ყველაფერი მოსწონს. თან უხარია და თანახმარო ამ ყველაფერს დათანხმდეს. და ეს ყველაფერი აღმოვაჩინეთ 2017 წელს. ვიღაც წერს. ვეძებ მონო სამუშაოს სადაც 24 საათი ვიმუშავებ და ხელფას არ გადამიხდიან, მინდა თავი ნამდვილ მონად ვიგრძნო. სამსახური მქონდა, მაგრამ წამოვედი 800 ლარს მიხდიდნენ და ეს ჩემი შეურაცხყოფა. მე რისი მონა ვარ თუ სხვას არ ვემსახურე და სხვა ფული არ გააკეთოს. მონობა გადაგვარჩიეს. აი დღეს რომ დგას საზოგადოება და აპროტესტებს არა მონობას, აი ადამიანი რომელიც თანახმა მონა იყოს ყველაფერი გააკეთოს და უფასოდ. და მე ასეთ ადამიანებს ვეძებ. დასაქმების პერსპექტივით სხვათა შორის ძალიან ჩვენ YouTube არხს ეგნებავთ დასაქმება. ჩვენ YouTube არხს უგნებავთ დასაქმება, ვეძებთ ზუსტად ამ ადამიანს. რომელიც თანახმა იყო, რომ 800 ლარი არ აიღო, არავისთვის უფასოდ არ ემსახურა, პირიქით უფასოდ ემსახურა ყველასთვის და ჩამდგარიყო
მონურ სამსახურში. გვერდმოთ რომ ჩვენ ეგ 800 ლარიც არ გვაქვს. ჩვენ ეგ 800 ლარიც არ გვაქვს. ჩვენ საერთოდ არ გვაქვს. ჩვენ ლარიც არ გვაქვს. ჩვენ ლარიც არ გვაქვს. ამიტომ ამ ადამიანს ვიწევ, აი თუ ნახავ მეგობარო ამ ვიდეოს, მობრძანდი, კეპატიჟებით მონურ სამსახურში ბოლომდე გაგწურავთ. შენ გონია თუ დაგინდობთ, არ დაგინდობთ. მოდი და გამუშავეთ მონურად. კი. რაღაც მომიჭ წეღან ერთ-ერთ საიტზე 300 ლარიც იყო. თუმცა ჩვენმა ერთმა ახლოსმა კაცმა 30 თითრამდე ჩამოიყვანა ეს 300 ლარი და მოიცა რომელი? და რომელი? ბატონო რევას რეებს ურევთ. რეებს ბოდიალობთ არ რომელი ვიცი. ჩამოიყვანა? მართალია. მართალია. ეს დასაქმების ბიურო იყო, სადაც ხელფასი 300 ლარი იყო საათობრივად, მაგრამ ჩვენმა ბრძენმა მეგობარმა ეს ყველაფერი ჩამოიყვანა 38 თეთრამდე, რადგან მას 300 ლარი არ უღირდა საკუთარი ნერვების შლად. ამიტომ თქვენს გაითვალისწინეთ. არ დანებდეთ თუ არ გიღირთ დიდი ფული თქვენს ნერვებად, ჩამოიყვანეთ თეთრებამდე. კი. მეც ვეთანხმები. ბოლომდე უნდა შეუტიო. ბოლომდე ესეთი გამოთქმა არსებობს რა, რომ გემბლერების 99% ზუსტად მაშინ ანებებს გემბლინგს თავს, როცა უკვე დიდი ჯეკპოტი უნდა მოიგოს. აი სანამ მოიგებს, მანამდე ანებებს. ბოლომდე რო გათხარათ და აი რო უნდა პიცკზე უნდა მივიდეს და მაშინ ნებდებიან. არ დანებდეთ გემბლერებო. ბოლომდე მიაწეკით, სახლი ჩადეთ, მანქანა ჩადეთ. ბებიეს პენსია ჩადეთ. თავად ბებიაც ჩადეთ. ბებიას ჯამთელი ორგანოები. კი, ორგანოები გაყიდეთ და მიაწეკით ბოლომდე, იმიტომ რომ მეწმენთ რომ რაღაც მომენტში მოიგებთ. კი ბატონო. ამაში ვთანხმდებით. რა თქმა უნდა. ერთი რაშიც შეიძლება ვერ შეთანხმდით არის ის, რომ ჩემ ეს სიტყვა მონობა არის ცოტა არასწორად არჩეული მანდ რა. იმიტომ რომ რაღაცას ეხლა აი მაგალითად რომც იყოს 300 ლარიანი სამსახური, სადღაც არ დავასახელებ. ამას არ ამოუჭრი. რომც იყოს რაღაც 300 ლარიანი სამსახური, რავი, რომელიღაც სუპერმარკეტში არ დავასახელებ. რომლები არის? მე მუშაობდი. ორნაბიჯში მუშაობდი 200 ლარად. 2015 წელს. იქნება დაგვა სპონსორონ. ორნაბიჯმა რა უნდა თანამშრომლები დაასპონსორე და თანამშრომლები დაასპონსორეთ. ორნაბიჯი ჩვენ კი არ რა სპონსორი, რაში გვჭირდება ორნაბიჯის სპონსორობა ჩვენ? ორნაბიჯში მუშაობდა ესეც ოქტოპუსის ცოტნე. კაი ხანს. ეგ მეგონია ხალხს მანდ მუშაობს. არა, წამოვედიო. აჰა, გასაგებია. ცოტა ხნის წინ წამოვიდა. ხო და ანუ ჩემი გადმოსახედიდან მონობა იქნებოდა აი სავალდებულო რო ყოფილიყო ეგ საქმე, ძალით რო წაგიყვანე რა. მაგრამ შენინებით თუ მიდიხარ ცუდ პირობებში, ეგ მონობა აღარ არის. აი ეგ მონობა არა, რაღაც ფეტიშია. ფეტიში გაქო დაგსაჯონ. ხო, აი გადაგიარო, არა ადამიანად გაგზნობენ თავი. ლოგიკურად რო შეხედო რა. აი მაგალითად მე ვარ რაღაც ცუდი დამსაქმებელი და ვიხდი 300 ლარს 1000 ლარიან საქმეში. იმიტომ რომ ეგრე მიღირს რა, ნუ მილჩევნია ნაკლები დავხარჯო და მოგებაზე გავიდე რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ამბავი არის რომ გინდა რომ მეტი ფული დაგრჩეს რაღაც საქმეს რო აკეთებ. გინდა პამიდურის გაყიდვა იყოს ბაზარში და გინდა დასაქმება ვიღაცის. მაგრამ მე რო 300 ლარიანი ვაკანსია გამოდო და აი 1000 მნახველი ყავდეს ჩემ პოსტს და არავინ არ დამიკავშირდეს. იძულებული ხდები რომ ავწიო რა, 400 ლარზე ავწიო, 350 ლარზე რაღაცა ვიჩალჩო და ავწიო. და სანამ ხალხი იქნება რომ ეს თანახმა რომ წავიდეს მაგ საქმეზე და იმუშაოს რა და ყველაფერს ურჩევნია, რავი, ჯანმრთელობასაც ნერვებსაც ყველაფერს ურჩევნია რომ მაგ თანხაზე იმუშაოს. მანამდე მაგას არაფერი არ ეშველება, ეგრე მგონია რა. კი, მეთანხმები. იმიტომ რომ მეც ერთ-ერთ პროფესიის წარმომადგენელთან მქონდა დავა მაგ საკითხთან, რომ მეთქი ასე და ასე თქო, სამსახურიდან წამოვიდი, მეთქი დაბალი ხელფასი მქონდა თქო და რამდენი მქონდა ხელფასი თქო და რავი მეთქი 1800 ლარი მქონდა თქო და აღარ მოხდა რაღაც დაწინაურება ან ჩემი ის მომატება ხელფასის გადახედვა თქო და წამოვედი თქო და რავი მე 750 ლარი მაქვს, აქ რომ მუშაობო და თუ მეტყვის რომ უფროსიო დამატებითაც მუშაობო და საერთოდ არ მაქვს არანაირი უარყოფაო იმ საქმესთან დაკავშირებით, რაც დამატებითაც შეიძლება გავაკეთო. ამიტომ ყველაფერს შეხედეთ ობიექტურად. და ყველა ადამიანი ინდივიდია,
ზოგისთვის ასეთი საქმიანობა არის დასაშვები, ზოგისთვის ცოტა არ მინდა რომ საკუთარ თავს ისე უწოდო რომ მოაზროვნე იმასთან შედარებით. შეიძლება ის სტანდარტები გაქვს სხვა. ხო, ანუ სხვა სტანდარტებიც არის და მოთხოვნა სხვა არის. უბრალოდ არ მინდა რომ ვიღაცამ და ის თავში ჩამარყოს. მოკლედ ამ თემაზე დიდხანს გავჩერდით და გადავიდეთ შენ რაც გაქვს შემდეგი. კაი, ჩემი შემდეგი. ამანამდე რა? შემდეგი ამბავი არის ასევე 2003 წლიდან. დღეს ესე იგი ძველი იმით old school-ი ხარ შენ. კი, მე ყოველთვის ბუმბეფი და old school-ი. 2003-ში რა ქვია საქართველოში ასეთი ამბები ხდებოდა და ანუ მე მაინტერესებს აი სხვაგან 2003-ში რა ხდებოდა როგორი გადატეხები იყო. შეგვიძლია შევამოწმოთ 4chan-ზე, Reddit-ზე, არა 4chan-ი არ იქნებოდა მაშინ 2003-ში, რა MySpace-ი იყო 2003-ში. ანუ 2003-ში თბილისი ფორუმი თუ იყო, თბილისი ფორუმის კონკურენტი რა გამოდის? სხვა ამერიკული ფორუმები. ოკეი. მოკლედ ისევ კულტურა და ხელოვნება შევჩებით. და ახლოს არის კულტურა. ხო და ესეთი საინტერესო პრობლემა წამოჭრა კახამ. კახამ მამა პროგრამისტმა. მოკლედ ცისფერი ხელოვნება და საით მივდივართ 2003 წელს კახას აინტერესებდა რა. წავიკითხოთ რა წერს. ბოლო დროს ხელოვნებაში ცისფერების ბატონობის ერა დაიწყო. 2003-ში დაიწყო ესე რა. 2003-ში უკვე ეს პრობლემა ჰქონდათ? თუ არ შეგიმჩნევიათ, რომ ცისფერების ბატონობის ერა დაიწყო და ჩვენ ხშირად ვაგინებთ ამერიკულ კულტურას, უბრალოდ უკულტურობას, მაგრამ ევროპამ ყველას მოუჯოկრა ხელოვნების გაცისფერებით. საქართველოს არ ჩამოურჩება მოწინავე ქვეყნების სულისკვეთებას. ახლობელმა რეჟისორმა ვერ შეძლო ფილმის გადაღება, იმიტომ რომ კულტურულმა ელიტამ, სადაც შესაძლო იყო სპონსორის მოძიება, მისი გამოცდა მოინდომა. გამოცდა რაში მოინდომა? აი, ზუსტად აზუსტებს ბატონი კახა გამოცდას. აზუსტებს, ბოდიში ჩაჭრისთვის ბატონო რევას. ცისფერები მასონებს ემსგავსებიან უკვე და ეს სიტუაცია გავს ზანგების მდგომარეობას ამერიკაში, როცა ზანგებს ხელოვნურად უქმნიან უკეთეს პირობებს, რომ თავი დაჩაგულად არ იგრძნონ. მე ვფიქრობ, ბატონი კახანო, ვფიქრობს, რომ ეს ამბავი დროებითია და გადაივლის როგორც ავადმყოფობა. იმიტომ რომ ეს ხომ ავადმყოფიერია. მაგრამ ამ თავამ რა ქნა საწყალმა? თუ პედიკა ან ედიკა არ ხარ, ყველა გზა ჩაკეტილია. ბატონო კახა, თქვენ შეცდით წინასწარმეტყველებაში, რადგან ყველაფერი უარესი პროჭისკენ მიდის. არაფერი დასრულებულა. არაფერი დასრულებული არ არის. ისევ ამ ფაშისტებს. რა ქვიათ მაგათ? ნეოლიბერალები კი არა და რას სახიან ბიჭო ლიბერაფაშისტები თუ არა რაღაც სიტყვას ამბობენ მაიცა? ვოუქები? ვოუქები არა, ეს ჩვენები რო ეძახიან რაღაცას. აკაცუკები. არა. არც აკაცუკები? არა, მაიცა. აკაცუკებს იმას ეძახიან, დანარჩენები ვინც არიან. ლიბერალური ფაშიზმი. ლიბერალური ფაშიზმი, ბაზარი არა. ლიბერალური ფაშიზმი გრძელდება ბატონო კახა. ბატონო კახა, არ გამომძვრალვართ მაგ შავი ხრელიდან. კინაღა მაგერ ამერიკაში არჩევნები მოიგო მათმა წარმომადგენელმა ერთ-ერთმა, ამიტომ ჩვენ ყველაფერი წინაა ბატონო კახა. თელი 22 წლის შემდეგ ეს ყველაფერი ისევ გრძელდება. ხო, მაგრამ მე მაინტერესებს საქართველოში 2003 წელს სად დაინახა ქართულ ელიტაში ასეთი მდგომარეობა. წარმოდგენა არ მაქვს. ანუ 2003-ში რას ვიღებდით? ან რას ვაკეთებთ? აი 2000 ვიღებდით ვაფშე 2003-ში რა გადავიღეთ? არა, ფილმებს ვიღებდით. ბაზარი არა, ვიღებდით, მაგრამ ანუ ყოველთვის ფილმები, აი ქართული ფილმები იყო ეს ნოსტალგიური ან რა ქვია ნარკოტიკებზე გადაღებული ფილმები იყო, ან ნარკოტიკებს დამოკიდებული საზოგადოების ან ასე შემდეგ, ან იყო ომზე, ან იყო 90-იანების აი როგორი ჭირი გამოვიარეთ და როგორ ცხოვრობდით და ასე შემდეგ და ანუ ეგზისტენციალურ პრობლემებზე აი ეგეთი თემა ან თუ გინდა სულიერებაზე, ან თუ გინდა სიყვარულზე ან რაღაცა 2003 წელს რავი არაფერი ფილმი არ მახსენდება მე პირადად, სადაც ბატონი კახა გამოიტანდა ეგეთ დასკვნას, რომ ცისფერდებით მასში ხელოვნებაში და კინემატოგრაფიაში. და წინ ვერ წახვალ სპონსორს ვერ იპოვი თუ ცისფერი არ ყავს. უბრალოდ ვერ ხვდები. მე ვერც ვიხსენებ აი 2000 კი არა, ვაფშე სანამ დენსვიდ მიერ ქვა იმას იმ ფილმს თუ იცე კველი შვედმა ქართველმა რო გადაიღო
და ის კორკოტა რო გარეთ იდგა და ქართული მარში რო გარეთ იდგა და არავინც არ უშვებდა იმაზე ფილმის ჩვენებას. სახში რო არ მიდიოდნენ ცოცხლები ფილმი თუ ცოცხალი არ წავალ. თუ და გაუშვეს და ამ დროს უკვე უნდა დაიბრიდოს ვიღაცა. ბიჭო, პროსტა მე მაგამდე არ მახსოვს საერთოდ. არ ვიცი შეიძლება რაღაცა ის იყო რა ქვია art house ფილმი იყო სამაკაცმა რო ნახა მაშინ ფორუმზე. სხვათა შორის კი ის იყო. აღარ მახსოვს რომელი წლები იყო, მაგრამ სადღაც იქნებოდა ალბათ 2010 წლამდე გადაიღეს ის ქართული პორნოგრაფიული ფილმი, სადაც მოროშკინა ის მოჭიდავე რო არის, არ ვიცი მოჭიდავის სახელი და გვარი, უბრალოდ სადმე თუ გადამეყრები არ მცემო, უბრალოდ ანუ მართლა მონაწილეობა აქვს მიღებული ანუ ფილმში და მახსოვს კი დაჟე დამავიწყდა ანუ შიშხო მიფარებული რო აქვს ანუ არა მოროშკინა არ იყო თუ მოროშკინაც იყო მე მგონი და ის როგორ დამავიწყდა ნატურის ხეში რო თამაშობს ის გოგო გეტყვი ქავჟარაძე ლიკა ქავჟარაძეს თამაშობს მე მგონი მაგ ფილმში ისიც ხო თამაშობს მაგრამ დედაშვილი რო არიან ქერები კი ხო მაგრამ არა ეგ მერე შემდეგ ახალ აპდეიტში გადამოუშვა ხო და რა ქვია მაგას იულია შაფათავად ხო და მაგ ფილმზე პროტესტი არავის არ გამოუთქვამს უბრალოდ მე მგონი რეჟისორს დახვდნენ თუ რაღაცა ან პროფილში ან ნანუკაში უყურე მაგაზე იმას განხი ხო და მაშინ სავარაუდოდ 2010 წლამდე მომხდარი ამბები არის ხო და ეს 2003 წელს რა ფილმი იყო? აი რაზე წერს ეს კაცი, მაგრად მაინტერესებს. ანუ თქვენ რო ნახოთ უბრალოდ 2003 წელს აქ ფორუმზე აქვთ, შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ აი როგორ ტვინის მასტურბაციას ახდენდნენ იმ დროინდელი ახალგაზრდები და ბავშვები ვიყურებენ? კაი მაშინ ბავშვები. ტვინის მასტურბაციას ახდენდნენ ადამიანები, ანუ აი როგორი აი შავი ლაქის პორნო ქონდა ტიპებს, რომ თბილისი ფორუმზე სპეციალურად გამოყოფილი აქვთ, რა ერქვა სახელი იმას აბანო? ანუ წარმოვიდგინეთ, ანუ აბანო აი დალექილი რო არის ქართველი კაცის ან თუ გინდა ნებისმიერი ქართველი ჰუმანოიდის ტვინში დალექილი რო არის, რომ აბანო რაღაც სხვა რაღაცასთან სექსუალური მასთან ასოცირდება ფორუმზე ზუსტად აბანო დაგვთ გამოტანილი და აბანო ღადაობა არის რაღაც პონჩი ხა რა არის აბანო ღადაობა ანუ ჩაულებრივი ჩემ ფინელს მაგაც რო ვკითხო აბანო აი ქართველებს როგორი წარმოუდგენა გვაქვს იმაზე აბანოზე თავზე გადამარტყამს იმას რა ქვია ხის ქვაბს თუ რაც არის რუსი არ გაგარტყამს რუსი იმისთვისაც იგივეა წესით ანუ იმისთვისაც წმინდა არის იმიტომ რომ მოპარული აქვს ხო ეგენი ხო ყველაფერს იპარავე ტექნოლოგიიდან დაწყებული კულტურიდან დაწყებული და შემდეგ კულტურაზე სხვას უკითხავენ ლექციებს ხო და მოკლედ ანუ მე რავი ბატონ კახას აი პერიოდიდან გამომდინარე ვერ დავეთანხმებოდი დღევანდელიდან შეიძლება იმიტომ რომ ნებისმიერი ჰოლივუდური ფილმი მოწადინებულია იმისთვის რომ შენ რაღაც დისკრიმინაციული რაღაცები გაჩვენოს, რომლითაც უხერხულად გაგრძნობინებს თავს, რომ ესეთი რაღაცები ხდება და ესეთი რაღაცების ხიან უნდა იყოს მიმღებლური. ხო, ეს არ მინდა გამოჩეს ბატონი ალექსას ბაცაცოს კომენტარი, რომ ცისფერთა მაფია მძლავრია. თან ეს ყველაფერი რო ასოცირდება, მათთან რა ქვია ვინ არიან ესენი ტამპლიერები და როგორ დამავიწყდა? ვინ, ჯოროსნები? არა, ტამპლიერები არა, კაცო, ანუ ტამპლიერებს პარალელს ვავლებ ისა ხმთამოღებულები რო იცავენ. არა, ბიჭო. კაცობას ტრაკებს. იმაზე ვამბობ, შეჩემა. მასონები. ხო, აი ეს ყველაფერი რო ასოცირდება მასონებთან, ანუ კი. აი არ ვიცი. მგონი რატო იცი? просто ქართულ კინოს თარაშუაში არ ვიცი. ამ დროს გოგი გვახარია უშვებდა art house რაღაც ფილმებს რა. ალმოდოვართან ერთად რაღაცა ისეთაც გაუშვებდა ნაკლებს რო ქონდა ნანახი. იქ შეიძლება ყოფილიყო ეგეთი სცენა რაღაც. მაგრამ ქართულ ფილმში გოგი გვახარია მაშინაც რადიო თავისუფლების ის იყო? კი, მაშინ აკეთებდა წითელ ზონას. წითელ ზონა გადიოდა რადიო თავისუფლებაზეც და მგონი რაღაც რომელიღაც კომერციულ არხზეც გადიოდა. არ მახსოვს ზუსტად მაგრამ
ნიტო პირველ არხზე თუ მზეზე თუ რაღაც ეგეთი გადიოდა წითელი ზონა. ეს ალმოდოვარი ამაში შედის შენთან ამ თემაში შედის თუ? არა, ალმოდოვარი ამოვიღე, იმიტომ რომ არ იყო საინტერესო არაფერი. ხო, მაშინ მოვიტყვით, ანუ ალმოდოვარის ფილმებს როცა ნახავ, ანუ მანდ შეიძლება, ანუ ის არის ხო, სახელი დამავიწყდა უბრალოდ ფილმის All About Your Mother არის ხო, მე მგონი ეგ ფილმი. ხო და მანდაც მამა ხდება მე მგონი აღარ მახსოვს ზუსტად, ანუ ფილმი დამავიწყდა მე ვაპატიოთ, ძალიან მაგარი ფილმი არის, აი, რა ვიცი, ჩაულებრივი masterpiece არის, მით უმეტეს გოგოები ძირითადად ალმოდოვარზე ძალზე ცველდებიან, ამიტომ ამას არ მოვჭრი. მე ავჭრი. ხო და რავი, ბატონ კახას თუ გოგი გახარიას თუ გოგი ქვია, ხო? გოგი კი. გახარიას თუ გვახარიას თუ ეგეთი პარალელი ქონდა გავლებული ალმოდოვარის ფილმებთან, რავი, მე პირადად ვერ მივიღებდი ეგეთ იმად. გოგი არ მახსოვს ზუსტად რა საუბრობდა მაშინ, მაგრამ ძირითადად უბრალოდ აჩვენებდა თან ბოლომდეც რაღაც ნაწილ-ნაწილ აჩვენებდა ხოლმე რა ამ ფილმებს. მე ხალხი რეკავდა და აგინებდა. ეგ მახსოვს, რომ პირდაპირ ეთერში ამას როგორ უშვებთ? ხალხს ამას როგორ აჩვენებთ? როგორ აყურებდნენ? ვიღაცები უკვე ეს იცვლიდნენ 2003 აი ხო მაშინ იყო რა, რომ გადაგვაჯიშებენ უკვე და აი ფილმებით იმას გვაგებენ, გვაცისფერებენ და რაღაცები მაშინვე დაიწყო რა ეს ამბავი და აი ზუსტად 22 წლის მერე ისევ აქტუალური არის ეს თემა დღევანდელ საქართველოში. დღემდე, აი წარმოიდგინე, აი ყველა პრობლემა ხო მოგვარებული გვაქვს, აი მაღალი გადასახადები, სოციალური რაღაც დისბალანსი, ეს ყველაფერი თავისუფალი სასამართლო აქეთ რა ქვია ჟურნალისტებს ციხეში იჭერენ არაფრის გამო და ეს ყველაფერი ის არის და აი გვაგებებენ არის მთავარია საზოგადოების პრობლემა. ბანკი ფულს აღარ ბეჭდავს, ინფლაცია აღარ არის, არაფერი აღარ არის და ანუ მარტო აი პრობლემა არის რომ აი ფილმებიდან აი 2003 წელი არის ხო დღესაც ხო იგივე პრობლემა არის რომ აი რაღაც დებილეზე ვიწევს ლაპარაკი. ამით აპირებენ ეხლა რომ მერობის არჩევნები მოიგონ, თუ არ გაგგვევონ. აი ჩიე კალა რომ არ გაგევდე. მე კალას ვიჩ. კი რო ტრაკი დავიცვა. რა თქმა უნდა. შენ კი ხარ ქუთაისელი არა? მე რო ქუთაისელი ვარ, მაგიტო ვაკეთებ ეგეთ არჩევანს. სწორი არის. კი. მამიტო ქუთაისელება მოგიწოდეთ. თბილისი ჩამოაქციეთ. არა. ფუძლიერი გახდეს. თბილისში ჩაეწერეთ, რომ კალაზეს მისცეთ ხმა. ეს ამოსაჭრელია. გაჭდება? ჩვენი შინური ბატარეა ჩდება, ამიტომ მაგრამ 1 საათი კიდე გახაჩავს. 1 საათი კიდე გახაჩავს, ამიტომ შეგვეთ რომ ჩვენ ვართ პოდკასტი, რომელიც იქნება ცუდ ხარისხში. კი, და აი ეგ მაინც ესად არის. აი ეს ციმციმებს აკერ, შეგიძლია ხელით დაიჭირო მომენტში, მე ვერ წუდები. აკეთ, პირიქით. ო, კარგი ხარ. თიცაც ციდებს, ვა. ნუ ეთითაო ცოტა. ეთითა. იქნება მოუმატო ესე რა ქვია. საბედნიეროდ 2003 წლის განსხვავებით, როცა საქართველოში 10 დარბაზები იყო, მაგრამ ხალხი ისეთი პრობლემების მოგვარებით იყო დაკავებული, როგორც ხელოვნებაში და ასე შემდეგ, გაცისფერება მიდიოდა და არადარდებდათ ფორმები ასე შემდეგ, საკუთარი ფორმები, აგერ უკვე 2022 წელს ადამიანი საკუთარ ფორმებზე ზრუნავს და უნდა რომ კარგად გამოიყურებოდეს ვიზუალურად. ჯანსაღი ცხოვრება ყოველთვის აუცილებელია. ხანდახან მოწიეთ. მოწივა კლავს. ხო და მოკლედ ჯერ აი მეზიზღება ხოლმე აი ქართულად რო წერენ, ინგლისურ ლათინური შრიფტით რო წერენ ქართულად. მაგრამ წავიკითხოთ. მეც რუსულად მჩვენია რო წერენ ხოლმე რუსულად. შავი ხელი არ ჩანს. ქალბატონი. ქალია. კი, ქალი არის. წერს ასეთ რამეს. გადაწყდა რომ ივლისის შუა რიცხვებში მთელი სამეგობრო არაქართველები აქ ხაზი გაუსვა არაქართველებს და თქვენ თვითონ რომ მიხვდებით და ას გამოიტანთ რატომ არაქართველები. მივდივართ დასასვენებლად ზღვაზე. და ეხლა რა ხდება? იქ იქნება ერთი ჩემი ყოფილი ბოი, რომელსაც ორი თვე ხვდებოდი და სხვაში გავცვალე. ანუ აქაც ჩანს რომ ისევ ქალმა უღალატა კაცს. ბიჭო, უღალატა თუ
უღალატა არა, გაცვალა. ყელეზე დაიკიდა. არის იყო იმაზე ოფიციალური ბოი იყო პროსტა ოფიციალური არის. ოფიციალური ბოა, მართალია, ბოი იყო, მე მაპატიეთ, მე მაინც მილენიალი ვარ და ამიტომ ჩამორჩენები მაქვს ხოლმე მაშინ განახლებებში. ან მილენიალი გამოვდივარ. ანუ ის რეალურად ჯენზის საწყისი ვარ, მაგრამ მაინც მილენიალი ვარ აზროვნებით. ვითომ მეც ჯენზის ნაწილი უნდა ვიყო, მაგრამ მეც მილენიალი გამოვდივარ, იმიტომ რომ დენიან მქონდა ნახი პირველი წლები ჩემი ცხოვრების და რანაირი ჯენზი გამოვდივარ. ველისიხეში დენი არ მოქვს ბატონო რევას. ჩემი ძმა 3 წლის იყო კომპიუტერთან რომ დაждდა და მე კომპიუტერი 9 წლამდე არ მქონდა ნახი. ახლა მე 2010 წელს რამდენი წლის ვიყავ? ხო, 2009-ში ვნახე მეც კომპიუტერი. 12 წლის ვიყავ. ჩვენ არა ვარ. და ვიღაცა iPhone-ით იბადება ჩემ. გამოდის და იმას TikTok-ს სკროლავს, აი შვილო მიდი აიღე ტელეფონი და აი TikTok-ის სკროლი არ იტირო ოღონდ. ჩვენ გვიმღეროდნენ რო გვეჭამა საჭმელი და ახლა Peppa Pig-ს ვთავენ. მაქანავებდნენ საქანელაშიო დამეძინა ჩემ. რომელსაც 2 თვე ხვდებოდი და სხვაში გავცვალე. ნახუიზე გაუშვეს ჩვენი ბოი. ნუ რაღაც ტრაგიკული ისტორია შეექმნა. და ანუ ტრაგიკული ისტორია შეექმნა ადამიანს და ამ ბოის რომელთანაც რაღაც relationship-ი გაქვს ჩამოგიყალიბდა რაღაცნაირად განვითარდი ემოციურად რაღაცები და ქალმა ყელზე დაიკიდა. ანუ შეხედეთ, ანუ ეს არის ნამდვილი ქალის სახე. ერთი წამი, შენ რა იცი, რომ ბოი რო დაიკიდა, იქნება აი ცისფერების გაგრძელება არის ეს. ცისფერების გაგრძელება რატო? მამრია იქნება. ბოი ყავდა, მაგრამ ანუ გავაგზელებ, კარგი და მიხვდებით რომ დედრია. ხო, კაი. ნუ რაღაც ტრაგიკ ხო და ეხლა ეგ ტიპი იქნება თავის girl-თან ერთად. კაი, всё და ბაი შეიძლება იყოს, მაგრამ კაი. ხო და მოკლედ სხვა გზა არ მაქვს. გარდა იმისა, რომ მართალია მარტო ვარ, მაგრამ ძალიან კარგი განწყობა მაქვს. ძალიან ლამაზი ვარ. ანუ თან კარგი განწყობისა და თან ლამაზიც არის. ვეთანხმები. ხო და განწყობაზე ფსიქიატრი და ფსიქოლოგი იზრუნებს, ეგ პრობლემა მოგვარებულია. მაგრამ დაწერილ ძუძუებს და დუმას რა ყლევა უკნაო. ხო და მირჩიეთ რამეო. ეგ შენი სფერო არის მე ნაკლებად. ჩემი სფერო ნაკლებად არის, მაგრამ ანუ ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე 3 თვე აქვს ვადა. 3 თვეში უნდა ჩადგეს ფორმაში, რომ დაწერილი ძუძუებს ით უნდა უშველოს, ძუძუები თუ ჩამოწერილი გაქვს, ანუ რაღაც მასა აქვს აკრებილი, ცხიმოვანი. რომლის გამოც ძუძუები უფრო ჩამოეწელა. მაგას არ ვიცი რა უნდა რა ქვია მაგას? რავი, უბრალოდ ზონას აქცია თუ რაღაცა? არა, არ ვიცი. ჩვენ არა კომპეტენტურები ვართ ამ თემაში, ამიტომ ძუძუებს რით უშველოთ ის იმ ადამიანებმა დაგვიწერონ, ქალბატონებმა, გოგოებმა, გითხარით, საქმის კურსში ჩაგვაყენეთ, როგორ უშველოთ დაწერილ ძუძუებს. მაგრამ თან ვიღაცებს მოსწონთ დაწერილ ძუძუებს. რავი, ანუ ხო, მაგრამ ამას უნდა რომ კარგ ფორმაში იყოს, რომ ამას თვითონ და ხო ბოდიში. იმას ვიღაც მის ბოის რო დაინახავს ვიღაც girl-თან ერთად, ხო, ანუ თან აეჭვიანოს. ამას იმიტომ უნდა ეს რომ ხო, კაი ფორმაში იყოს 3 თვეში ზღვაზე რო წავა. 3 თვეში რო იმ ბიჭს ისევ სურვილი გაუჩინოს, რომ ისევ ამას დაეჩალოს. 3 თვე არა. ანუ როგორი რაღაცაა, იცი, წარმოვიდგინე. ტიპმა დაადო, გოგომ დაადო, ყლეზე დაიკიდა. და ეხლა თვითონ უნდა რომ იმ ბიჭმა გამოიჩინოს ისევე ყურადღება, რომ ისევ ამას მოუბრუნდეს. რჩევები ხო არ აქვს კომენტარებში ამის პასუხებში? რჩევები ის აქვს, რომ ყლეზე დაიკიდეო მაგ ბიჭსაც, მაგარი ფეხებზე კიდიხარო, რადგან უკვე თავისი შეყვარებული ყავსო, თავისი girl-ი ყავსო. და შენს ჩადეო ინვესტიცია უფრო დიდხნიან ვარჯიშეო, რადგან 3 თვეში ვერაფერსაც ვერ მიაღწევო და საკუთარ ორგანიზმსაც დასტრესავ და პირიქით უფრო მეტ სანერვიულოს გაიჩენო. მე ვეთანხმები მაგაში. ისი გაკეთება შეიძლება რა შეიძლება. 3 თვეში ახლა გააჩნია რა წონა არის. ანუ თუ დიდი წონის მასის დაკლება უწევს 3 თვეში რა ვიცი, მე პირადად არარეალურად მიმაჩნია. შიმშილით შეუძლია რა, შიმშილი დაიკლებს, პროსტა შემდეგ ისევე რომ აურევს საკუთარ ყვებას და ასე შემდეგ, შემდეგ ისევე დაუბრუნდება იმას. მიიღეთ ოზემპიკი დღეში 3 ჯერ ოზემპიკი მიიღეთ. ზოგადად ჩაები ჩვენ აი ხო არიან რომ აი ტრენერები გამოდიან და აი ჩვენ არ უწევთ რეკომენდაციას და საზრდოობა ჩაებს უსვამთ. პირიქით მე გეტყვით რომ მე ჩაებით დავიკელი 40 კილო.
ტალიეთ. მე მეტამფეტამინით. მე სულ ასეთი კი არ ვიყავი. მანამდე თვაც ჰქონდა. მანამდე თვაც ჰქონდა. მოსწიეთ მეტამფეტამინი. ბიჭო, არ ვიცი სამთვეში ადამიანმა რა უნდა გააკეთოს ამ ფორმების. ან თან გააჩნია რა გინდა, ხო? რამდენად გინდა. ფორმებს და თავი დაანებე. აი მე პრობლემა მაქვს ამ ადამიანთან რა, რომ საკუთარ დანაშაულის გრძნობას არ აწუხებს, რომ ყველაზე რთულ პერიოდში კაცი მიატოვა, არანაირი ემოციური მხარდაჭერა მას არ მისცა და ეხლა იმაზე ფიქრობს, რომ რადგან სხვა გოგოსთან არის, მაგის გამო ჯინაზე უნდა ჩადგეს. ერთი წამი მე რას ვერ მივხვდი, იცი? რაღაც ტრაგიკული სიტუაცია რო შეიქმნა, თვითონ შეექმნა თუ იმ ბიჭს შეექმნა, იმიტომ რომ თვითონ თუ შეექმნა, მაშინ გასაგები არის. ნუ რაღაც ტრაგიკული ისტორია შეიქმნა, რაღაც ტრაგიკული ისტორია შეიქმნა. ანუ ან ამას შეექმნა, ან იმას, მაგრამ აი რაღაცის გამო ხო გაიყარნენ და ამის ბრალი იყო, რომ ამან უთხრა, რომ კარგად იყავიო. ხო და ის არის პრობლემა, რომ გაანებე თავი ამ ადამიანს. ეს ადამიანი ცხოვრობს თავის ცხოვრებით. ხო. ან საერთოდ ერთად რატომ მიდიხართ ეს არაქართველური ტომის წარმომადგენლები სადმე? ან შენ რატო წერ ამ კლეობა შრიფტით? ბიჭო, სხვათა შორის ეს დაკვირვება მინდა ვაწარმოო, რომ ყველა პოსტი მე რაც ვნახე 2003 და 4 წლიდან და 2 წლიდან ეწერა ქართული შრიფტით. იცი რატო? 3-ში და ეს 2022-ში წერს ლათინური. ეს არის ჩემი აზრით ვიღაც თინეიჯერი. დიდი ალბათობით კი. შეიძლება ის გოგო არის. ეს არის ვიღაც ფლექსიდან მოეჭველი. ფლექსელი არის ეს უეჭველი. ახალი ჩამოსული ფლექსელი არის. ლათინური შრიფტით, მაგრამ ეს შეიძლება იცი რომელი გოგოა? აი ის რო იყო ბიჭთა რო ადიოდა და მოსაწევი რო ქონდა იმ ბიჭს. და რომ და მისულიყო და იმ რო მოწია მაგრამ. Can you suck my dick? ხო. Can you suck my dick? დიდი ალბათობით მე გიჩვენეთ რომ მე გიჩვენეთ თვით შეფასებაზე იმუშავეთ. კი, თვით შეფასებაზე აუცილებელია, რადგან ადამიანს მსუქანიც უნდა უყვარდეთ, სუსტიც უნდა უყვარდეთ, როგორიც გინდათ, როგორი ხასიათიც არ უნდა გქონდეთ, ისეთი უნდა უყვარდეთ. ეგ არის მიღებობა, ეგ არის ურთიერთობა, ეგ არის boy-ად ყოფნა და ეგ არის girl-ად ყოფნა. თავარია აქ რა გიდევს თორე. არ არის აუცილებელი, რომ აი საოცარ ფორმაში იყო და სამთვეში ჩადგე ფორმაში იმის გამო ვიღაცის ჯინაზე რაღაცა გააკეთო. ნუ ეს მორალისტურად ჟღერს, მაგრამ ნუ ეგრე არის. არ არის აუცილებელი, რომ აი რაღაც საოცარ ტანზე იყო. შეიძლება თქვენი შეყვარებულები ჩუმჩუმად ვიღაც ლამასტანიანი ბიჭების სტორებზე არეაქტებენ და ასე ჩუმად უყურებენ, ნეტა ჩემი ბიჭიც ასეთ ფორმაში იყოსო, მაგრამ არა უშავს. უთხარით თქვენ ბიჭს, რომ კარგ ფორმაში გინდა რომ იყოს. იყოს. ბატონო რევას. ბატონო რევას. იყოს. ბატონო ნოდარ. ხო, ნუ თან ვარჯიში და ფორმაში ჩადგომა არის გრძელვადიანი საქმე. დისციპლინა, რასაც მიჩვევა ჭირდება. ასე უცებ არ ხდება. აი რაღაც აი ჩვევა რომ გამოიმუშაო ადამიანმა ამ ყველაფერს სჭირდება დღეები, თვე, შეიძლება წლები დაგჭირდეს რომ რაღაცა დონემდე მიხვიდე რომ ეს ყველაფერი გამოიმუშაოს. 3 თვეში კი ბატონო შესაძლებელია ეს ყველაფერი, მაგრამ აი ასე რომ ჩემი აზრით ეს გოგო ვერც გააკეთებდა და ვერც ჩამოწერილ ძუძუებსაც ვერ უშველდა და ვერც ჩამოწერილ დუნდულებს. აი რა შესაძლებლობების ადამიანია. მე დარწმუნებული ვარ 90%-ით რომ ვერ უშველდა და ვერც წავიდოდა იმ ზღვაზე. ხო, ნუ აქ ორი უკიდურესობას ვხედავთ, ადამიანი რომელსაც უყვარს ვარჯიში და თუ შეუძლია და ადამიანი რომელსაც არ შეუძლია ვარჯიში და ეზარება ძირთად ბოლო პერიოდი. ჩვენი შემდეგი პოსტი არის ასევე 2003 წლიდან 19 ივნისიდან. ამჯერად general discussion-ში ზოგად საუბარში. ამ პოსტზე ანუ განსაკუთრებული არაფერი არა, უბრალოდ მაინტერესებს ეს ადამიანი ცოცხალია თუ არა ისევ. და რა შრება და იმის მე რა გადახდა. თუ
ვინმე ნათესავი ნახავთ ამ ადამიანის, ან თვითონ თუ ოდესმე ნახავს ამ ვიდეოს, არ ვიცი, შემთხვევით რეკომენდაციებში ამოუგდებს და ნახავს და აქამდე უყურებს, რომ ეს ნახოს. აუცილებლად შეგვეხმიანეთ, როგორ ბრძანდება, გვაინტერესებს. მეილზე მოგწერეთ, სტუმრად მოგიყვანთ, ვისაუბროთ. და თქვენი თავგადასავალი მოგვიყევით, იმიტომ რომ ძალიან გვაინტერესებს. ხო. ახლა წავიკითხავ უბრალოდ რა უწერი ადამიანს. მოგეთ კითხვა იყო შრამებზე, ხიფათზე და ვინ რისგან გადარჩა ცხოვრებაში და ამ ადამიანს აქვს ისეთი რაღაც საინტერესო ისტორია, რომ ერთადი განაკერი ყველაზე დიდი შრამი მარცხენა ფეხის მუხთან კუნთზე აქვს, საერთოდ ჯამში 10 სანტიმეტრი იქნება, კუთხის ფორმის, მანქანამ დაარტყა. მუცელზე 3 სანტიმეტრი აქვს რკინის ღობის ჩამონახევი. მარცხენა მუხზე 4 სანტიმეტრიანი ლურსმნის ნაიარევი, თავის შუბლზე 2 სანტიმეტრიანი მანქანის ნავარევი, წარბზე 1 სანტიმეტრი კიბის დაზიანება, კიბისგან ვიღებულ სანტიმეტრებში რატო მეტრიანი თითქა და ზომავ და ასე აი 2003 წლის საქმე არ იყო და ეს მეტრიანი თითქა საკუთარი სახაზავი თითქა ზომავ და რამდენი მოშვებოდა რა იმაზეა გაჭრილი ზომაზე მე უფრო კაი იქნება გოჯებით რო ეკნა აი ეს რო კაველი და გოჯებით რო გაესომა კი ხო, ასევე შუბლი ვთქვი, წარბზე, როცა კიბეს ჩამოარტყა, იდაყევებზე აქ ავარიისგან მიღებული, კონდახი ჩაარტყეს ასევე, ველოსიპედიდან გადმოვარდა, ფეხბურთის თამაშის დროს მიიღო იდაყევებზე დაზიანება. ბარძაყზე ოვალის ფორმის 3 სანტიმეტრიანი დაზიანება აქვს ველოსიპედისგან. მარჯვენა ფეხი აქვს დამწვარი, მოტოციკლეთის მოტორისგან დაიწვა. მაგარი მოტოციკლეთი ყავდა. რკინაზე გადმოდებული ხო, რკინაზე გადმოდებული 4 სანტიმეტრიანი ლურსმანი ჩაირჭო ქუსლში. ლურსმანი რო ჩაირჭო, იმის შემდეგ გაზომა? ალბათ. პატარ-პატარები კიდე რაღაცები მაქვს უჰო გამოთქვა. იტოქში 1-2 სერიოზულად არის გადარჩენილი. ბავშვობაში სოფელში სახურავიდან ჩამოვარდა, მაგრამ მოტეხვით მაინც არაფერი არ მოსტეხვია. ხოდ კუდუსონის წვალის ტკივა ზოგჯერ სიცივეში. კონკრეტულად სიცივეში. ეს არის მისი ტრამვები? არა, გზერდება. გასწავად. ერთხელ კიდე ჯერ სათხართ. კი. ერთხელ კიდე კარგი იმარჯვა, ავერიდეო, კინაღამ გამფატრა ვიღაც ნაბიჯვარმა. გაფატრა კლაუდა. თვითონ აერიდა. ვიღაც ფატრავდა ეს აერიდა. ერთხელ სადარბაზო შესასვლელთან ვიდექი. ლურჯმა მავთუხლართის მსგავსმა რაღაცამ გრიალით ჩამიარა და დენის შიტს დაეჯახა მე და ძმაკაცი გავშრით ხელი რომ გამეწია შევეხებოდით იმ მომენტში მეხს ისე ახლოს იყო ანუ მეხი აცდა ხო მეხი აცდა ლურჯი მავთუხლართის ჩემი აზრით ჩემო მეგობარო შენ ძალიან იღბლიანი ადამიანი ხარ აქ აღნიშნავს რომ ასეთების აღარ ეშინია მაინც ადრეშინო და შიშები ქონდა ადამიანი არის შემთხვევათა მსხვერპლი ეს უკვე ფილოსოფიაში გადავედით მაგრამ ყველას თავის შემთხვევა ელოდება და ამას უსათუოდ იგრძნობ ალბათ ცოცხალი ხარ კი ბატონო აქ ეკითხებიან ჯარში მიდის თუ არა ცოცხალი არის თუ არა ვიღაცებს შრამიანი კაცები უყვართ აგერ ეს შრამიანი აღარ არის, ეს თვითონ კაციც აღარ არის უკვე, რა ვიცი. კიბორგია ტიპია ჩვეულებრივად. ანუ აღარცი ფეხი აღარ აქვს. ეს არის ჩემი აზრით სამოქალაქო ვარიანტი Unkillable Soldier-ის რა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა, მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა და უამრავი ჭრილობა, ცალი თვალი დაბრუნებული, ცალი ფეხი ქონდა და რო გკითხეს რომ როგორი experience იქონდა მე ვისი ამოვნე ამ ყველაფრით. როგორც ვიცი, მწეველი ხარ. მეც შიგადაში ხანდახან მწეველი ვარ. და გაგიულია თუ არა პარალელი, აი როგორც აი გრძელთმიანი ბიჭები არიან უმცირესობის წარმომადგენლები, წვრილი სიგარეტის მწეველები ესე გიფიქრია რომ არიან უმცირესობის წარმომადგენლები. ის მე ვიცნობ ერთ პერსონაჟს რომელიც კალმის და სიგარეტის დანახვაზე ფალოს წარმოიდგენს ხოლმე. ამიტომ მინახავს
ინახავს. შემთხვევა, მაგრამ პირადად სიგარეტის მოწევისას არასდროს გამჩენია შეგრძნება სექსუალურისა. 2019 წელს ფორუმზე ჩაატარეს ეგეთი გამოკითხვა. წვრილი სიგარეტის მოწევა პიდარასტობაა? მინდა აღვნიშნო, რომ ეს გამოკითხვა არ ჩატარებულა 2002-ში, 2003-ში, 2004-ში, 5-ში, 6-ში, 19-ში. 19-ში, როდესაც გამოვლილი გვაქვს 2012 წელს, როდესაც დაარბიეს 13-ში. 13-ში დაარბიეს? კონცამდე იყო. ტაბურეტკით რომ ხო, მოსდევდნენ. 13-ე იყო. ხო. აქედან მოვიკითხავთ გურის და ბაჩოს. კი. ხო და ყვითელ ავტობუსს. და ყვითელ ავტობუსს. ხო და ჩაატარეს 2019-ში, როცა უკვე აი ამ კუთხით საზოგადოებას რაღაცები ნანახი აქვს და გავლილი აქვს. და შედარებებიც უფრო მეტი აქვს. აი თავში წარმოსახვა უფრო ფანტაზია უფრო მუშაობს. მეტად ვიდრე 2003-ში მუშაობდა, აი როგორც ბატონი კახა იყო, ეგრე ათლად არ იყო. და 47 ადამიანმა მიიღო ამ გამოკითხვაში მონაწილეობა. აქედან 27 ფიქრობს, 57% ფიქრობს, რომ კი, პიდარასტობაო, წვრილი სიგარეტის მოწევა და 20 ადამიანი 42% ფიქრობს, რომ არა. მაგრამ მე მაგ აქ დამაზუსტებელი შეკითხვები. წვრილი სიგარეტი არსებობს სხვადასხვანაირი სისხლის. ანუ არსებობს ძალიან წვრილი სიგარეტი რო არის, აი თითქმის ნიკოტინი რო არის. ხო, კალამში უკვე ის რო არის რა, მელაინსაც აი როგორც მახსოვს, მე მგონი პარლამენტი კარატი იყო, ძალიან წვრილი იყო. ახლა აღარ გამოდის მე მგონი კარატები, არ ვიცი. ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი გოგო ეწევა, აი უწვრილესი სიგარეტი არის, ვერ ხვდები როგორ ეწევი რა. აი ხო, შეიძლება ეგ იყოს პიდარასტობა. მეც მომიწევია და არ მიგძვინია თავი კარგად. თუმცა საამაყო და არ მიგძვინია თავი მალებოთ. ნაპასტოვარი. არსებობს წვრილი ვინსტონი, რომელიც ცოტა უფრო სქელია, Marlboro კომპაქტი კრაფტის, რომელიც არ არის ისეთი წვრილი რა. მეც ანუ მე არ ვფიქრობ, რომ წვრილი სიგარეტის მოწევა ზოგადად პიდარასტობის ნიშანია, რადგან ამ ყველაფერს იცი რომელი ხალხი ფიქრობს, რომ წვრილი სიგარეტის მოწევა პიდარასტობაა. აი ის საზოგადოება, რომელიც სიგარეტზე მათხოვრობს. არა, სიგარის მწეველები. არა, სიგარის, ჩემი აზრით სიგარის მწეველობა გეობაა, ძმაო. ბიჭო, არა, ნახე, აი მე რა სხვა პერსპექტივიდან შევხედოთ ამ სხვა გადმოსახედიდან. თუ ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევასთან შედარებით წვრილი სიგარეტის მოწევა არის პიდარასტობა. სიგარის მწეველისთვის ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევა ხო პიდარასტობა გამოდის. და წვრილი ხო ვაფშე პიდარასტობა. პირწავარდნილი ვისა, გეიხარ. ქვეყნის პირიდან გადავარდნილი. კი, მე გეთანხმები მაგაში. შევიცვალე აზრი? ხო, ანუ ჯოროგანის გადმოსახედიდან იმას რო შეხედავს. სიგარეტს რო შეხედავს. ტონი ჰინჩკლიფს რო შეხედავს, რო სიგარეტს ეწევა, იქ Marlboro-ს რაღაცას წვრილს. თქმა უნდა, იმისთვის ახლა გეია ის. ნახოთ კომენტარებში. მოკალაჩუნო ხმა და ნაზი მანერები რომ აქვს ძირითადად ეგეთ კაცებზე შემინიშნავს წვრილი სიგარეტი. აი La La Land-ს მოკალაჩუნო კაცებზე შეუნიშნავს წვრილი სიგარეტი ძირითადად. არ ვიცი, შეიძლება ადამიანი გამოხატულებით იყოს მოკალაჩუნო, მაგრამ არ იყოს პიდარასტი. ხო შეიძლება ეგრეც. ბიჭო, შეიძლება. მე ხა აი ჩვენი მამაპაპური გამოთქვაც, კაცი რომ წვრილ სიგარეტს ჩაიდებს პირში, უთქვამს ძველებს. ხო, ქალზეც არის ეგ ნათქვამი. ფილმში. მაგრამ ზოგადად სიგარეტის ჩადებაზე არის პირში, სიგარეტის ჩადებაზე არის. ანუ მე ამ ფუნდამენტალურ საკითხს არ ვეთანხმები რა, ანუ ზედმეტად გაშარჟებული არის ეგეთი თემები, რომ აი ვიღაცას მიკერება არის ძალიან მარტივი იმ სტატუსების რა. რომ ადამიანი თუ რაღაც ვარდისფერი ქუდით დადის, ის რაღაც შეიძლება იყოს, ვიღაცა თუ წვრილ სიგარეტს ეწევა, ის რაღაც შეიძლება იყოს. აი საზოგადოების აღქმაში არის პრობლემა. იმიტომ რომ აი ვიღაცას უნდა რომ რაღაც დაგიძახოს. და ამ ყველაფერს ეძებს რაღაც ძალიან მარტივ რაღაცაში, როგორიც არის წვრილი სიგარეტის მოწევა. და იმაზე არ ფიქრობს, რომ ვიღაცა ინდივიდუალურია და აი არ უნდა რომ ეწეოდეს წვრილ სიგარეტს, რომელიც ნაკლებ ნიკოტინს შეიცავს და შეიძლება ნაკლებად აზიანებს მის ეს ცოტა უფრო იქიდან ხო არ მოდის ისტორიიდან, იმიტომ რომ ადრე ხო წვრილ სიგარეტს ქალები ეწეოდნენ უფრო რა. და სად იყო წვრილი სიგარეტი მანამდე ბატონო რევას? სად? მანამდე ქალებიც არ იყვნენ.
ბატონო. აი მანამდე როდის ბატონო, ნოდარ. მანამდე როდის უწინ. უწინ სანამ ევა შეიქმნებოდა ნეკნიდან ევამდე და თქვენი აზრით რა გამოდის რომ ადამმა მოწევა მაშინ დაიწყო როდესაც ნეკნია მოუღეს დიახ ქალის დანახვის შემდეგ მართალია კი ქალმა დაგვაწყებინა მოწევა კაცებს დასულისკენ წავედით ეს ჩვენი პირველი ეპიზოდი იყო და შეგიძლიათ გამგვსაჯოთ ყველანაირად ვინც ნახავს რა თქმა უნდა ამ ეპიზოდს Only God can judge me რა თქმა უნდა და დაგვიწერეთ კომენტარებში ბევრი რამე გვაქვს შესაძლებელი ვიცით მაგრამ ამ კამერის ბატარეის ციმციმს ჩვენ არ შევცვლით ეს ჩვენი პეწია უხარისხობა და ბატარეის ციმციმი არის ჩვენი მთავარი პეწი გააჩნია შემდგომი კამერა როგორ გაძლევს ხო და ასევე გვაქვს იდეა ჩვენ აღწერაში დავდებთ ჩვენი მეილის საკონტაქტოს სადაც შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი დეითების ისტორიები რომელსაც ჩვენ წავიკითხავთ და გავაცნობთ ფართო მასებს რა თქმა უნდა თუ ამის სურვილი გექნებათ კი ნუ გიგა ამის წინააღმდეგი არის მაგრამ ჩემი აზრით ნომერსაც თუ დაურთავთ ჩვენ დაურეკავთ ხოლმე მე დაურეკავ ამ ადამიანს და მეორე მხარეს მონეტის მეორე მხარეს რა იმალება იმასაც გავარკვევთ თქვენ ტყუით თუ არა მაგასაც გავარკვევთ მოკლედ თუ სურვილი გექნებათ გამოგვიგზავნეთ მე და გიგა ამ ყველაფერს წავიკითხავთ მე წავიკითხავ ეს უდარეკავს გავალოთ ახიდან დაველდები და სრულდეს ყველაფერი რომ დაველდება მაგინებენ კი და ეს გამოვანძღავენ ბოლომდე არ მივიღო და ბოლომდე რო არ მივიღოთ კათიშავს დაუბრუნდები ისე წავიკითხავ შემდეგ მეილს დანარჩენი კომენტარებში დაგვიტოვეთ თქვენი შეფასება ყველაფერი და ეს იყო ოკრობოკრო და ეს მე ვიყავი ბატონი ნოდარი და ბატონი რევაზი თქვენ წინაშე და ლაიქეთ და subscribe-ეთ ამოგვიწერეთ და ზარის ღილაკი არ გინდათ არ გინდათ ზარის ღილაკი არ გინდათ ჩვენ თვითონ შეგახსენებთ თავს ისე იმ სამ ადამიანს ჩვენ შევახსენებთ დაგილინკავთ მესენჯერში პირდაპირ ლინკს ჩაგიგდეთ არა საჭირო ზარის ღილაკი დაუბედურებები ამრივზი მეტყველს სასტიკში შეშალ